მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები ინიციატორებს და თქვენის ნებართვით დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე, რაც სხვებს შორის შეიძლება იურიდიული ტექნიკის თემა იყოს, ამაზე თქვენს დროს არ მოვაცდენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი დახმარების გარეშეც თვითონ ტექსტი საბოლოოდ კანონის სრულყოფილი იქნება. მე უბრალოდ დღეს თქვენს ხდომაზე მოვედი იმისთვის, რომ ბატონ თემურს საჯაროდ დაუჭირო მხარი. მადლობა უთხრა ქალბატონ ნანას, რომელიც არის პირველი ინიციატორი ამ პროექტის, რომელსაც ერთმანეთში სამში ერთი კანდიდატის, შეიძლება ეს ქალი იყოს, შეიძლება კაცი ბატონო, ჩემო, იმიტომ რომ ესე არ არის, რომ თუ სიეს შეიყვანეს სულ ქალები, სამი კანდიდატიდან ერთი აუცილებლად უნდა იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, განსხვავებული სქესის და აქ შეიძლება მამაკაცი იგულისხმებოდეს გააჩნია კონტექსტზე. ასევე მინდა ჩვენი კოლეგების ინფორმაციისთვის ცოტა პრეისტორია გავიხსენო ამ საკითხის, რომელსაც თქვენ ძალიან გაკვრით შეეხეთ. და ღიად ახსნა თუ რატო ვარ, როგორც მთავრობის ერთი რიგითი წევრი, ძალიან მადლიერი, რომ ეს დებატი და დისკუსია დღეს მიმდინარეობს. თავიდან, როდესაც ქალთა ორგანიზაციებმა და არა მხოლოდ, რომელთა წარმომადგენლებიც აქ გვესწრებიან, პირველი იდეა წამოაყენეს საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წინაშე იყო ასეთი პროექტი, რომელიც დღეს ასევე იხილება, რომ ერთი კაცი, ერთი ქალი ან ერთი კაცი, ერთი ქალის პრინციპით ყოფილიყო შედგენილი პროპორციული სია, აქ ვსაუბრობთ მაჟორიტარებზე. შემდეგ გაჩნდა ის ინიციატივა, რომელსაც თქვენ დღეს წარმოადგენთ და მე ღიად მინდა მხარი დაუჭირო თვითონ იდეას. და თქვენის ნებართვით არ დაუჭირო მხარი რომელიმე კონკრეტულ ინიციატივას ამ ორიდან, რომელსაც თქვენ მართველი კოალიცია პარლამენტში გაიზიარებთ და კენჭს უყრით, ეს უკვე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე იქნება დიდი პროგრესი და ეს უკვე თქვენი განსჯის საგანია, მაგრამ თვითონ იდეა ალბათ ხარდასაჭერი უნდა იყოს. ბატონმა თემურმა თქვა და მე კიდევ უფრო გავიხსენებ დეტალებს, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამ თემაზე. და ჩვენი მართველი პარტიის და კოალიციის ძალიან ბევრ მამაკაც შორის, მათ შორის ბატონ ვახტანგსაც მოვიაზრებ, მაინდა-მაინც ეს იდეა არ მოსწონდათ წარსულში ვიტყვი. არც დღეს მოგწონთ, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ ბატონმა თემურმა შემდეგ, რაც ერთმანეთს გაუზიარეთ ყველამ ერთად აზრები, ამ იდეას მხარი დაუჭირა და არამც თუ მხარი დაუჭირა, უკვე მეორედ მაღალი ტრიბუნიდან იცავს ამ პროექტს და მე ამისთვის მაინც მინდა უთხრა მადლობა. რას ეხება საქმეს ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი. ზოგიერთს მამაკაცებს ძირითადად გონია, რომ ფემინიზმი არის სალანძღავი სიტყვა. მე კი მეამაყება, რომ ვარ ფემინისტი. ფემინიზმი არ ნიშნავს იმას, როგორც ეს ზოგიერთ შეიძლება ეგონოს, რომ მე მინდა გავხდე შტანგისტი ან ძიუდოისტი. ფემინიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები იყოს ზუსტად ისევე დაცული, როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილის და მე ქალბატონი ეკაბესელიას კომიტეტში ვთქვი და აქაც ვიტყვი ბატონი ვახტანგის ნებართვით, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა ამ საზოგადოებაში. ქალები საქართველოს საზოგადოებაში ვართ ნახევარზე მეტი. საქართველოში ასეა, ყველგან არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის დემოგრაფიული რეალობა, რაც არის და ბევრი უბედურების შედეგი, თუნდაც 90-იან წლებს რო გავიხსენებთ, ჩვენ მაშინ სტუდენტები ვიყავით ჩემი თაობა და გვახსოვს, რომ ერთშვენიერ დღეს დაცარიელდა აუდიტორიები და დავრჩით მხოლოდ სტუდენტი ქალები. ეს უბედურებების კასკადმა მოიტანა ის, რომ დღეს საზოგადოებაში ქალები ვართ უმრავლესობაში და ახალ თაობაშიც გოგონები არიან მეტნი. ჯერჯერობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ პარლამენტშიც, რომელიც არის წარმომადგენლობითი ორგანო, ვიყოთ უკეთესად წარმოდგენილი.
ხას უსვამს სიტყვას უკეთესად. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც ხდება მაგალითად საფრანგეთში, რაც ჩემი აზრით მეორე უკიდურესობაა. სადაც პარლამენტი ვერ შედგება, თუ ნახევარი წევრი ქალი არ არის და ნახევარი წევრი კაცი არ არის. ჩვენ ამას არ ვითხოვთ, ჩვენ არ ვითხოვთ არც ერთი ინიციატივის და არც მეორე ინიციატივის ფარგლებში, რომ საქართველოს პარლამენტში 75 ქალი იყოს, 75 კაცი იყოს, თორემ ვერ შეიკრიბება საკანონმდებლო ორგანო. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ უკეთესად ვიყოთ წარმოდგენილი და თუ კი პირველი რესპუბლიკის დროს 1918-21 წლებში ჩვენ უკვე 5 ქალი დეპუტატი გვყავდა, მაშინ როდესაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა სარჩევნო უფლება ბევრად მერე შემოვიდა. ეს ტრადიცია კი არ გავაგრძელოთ, მხოლოდ არამედ გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ მართალია წინა ხელისუფლების დროს 9 ქალი იყო პარლამენტში, დღეს მგონით 15-მდეა, ხო, მაგრამ ეს არ არის ის რიცხვი, რაც ეკუთვნის საზოგადოების ნახევარზე მეც. ხო, ჩვენ ეს რისთვის გვჭირდება? ეს იმისთვის გვჭირდება, რომ რაც თქვენ ბრძანეთ და მე ძალიან განვიცადე, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თქვენს ძალიან სწორ აზრს მოყვა დიდი ხმაური. დიახ, მამაკაცები სხვანაირი ჭრილიდან უყურებენ მოვლენებს, ჩვენ სხვანაირი ჭრილიდან უყურებთ იგივე მოვლენებს. ზოგი ამას დაარქვევს, რომ ჩვენ ზემოდან უყურებთ უფრო გლობალურად, ქალები შეიძლება უფრო გვიყვარს დეტალებში კირკიტი, ხომ? ამიტომაც ვავსებთ ერთმანეთს, დიახ, ეს არის სწორედ და მე აზრს, რაც თქვენი წინა შეხვედრაზე სხდომაზე აზრი გამოთქვით, მე ბოდიშს ვიხდი ვერ დავესწარი იმ დღეს, კრიტიკა გამოიწვია, ძალიან არ მომწონს ეს კრიტიკა. დიახ, სწორედ ასეა. ჩვენ სხვადასხვანაირად უყურებთ მოვლენებს, იმიტომ რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ვართ და გვინდა რომ ორივე ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში ისე რომ სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო გქონდეს. ნუ რა ვიცეწყინება, მაგრამ დღეს საქართველოს არ აქვს სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასე იყო წინა პარლამენტიც და იმის წინაც. ამიტომაც ორივე ინიციატივა ერთი და იგივე იდეას ეფუძნება და მე როგორც მთავრობაში თუ არ შეიცვალა გუშინ წინ უმცირესობაში ვარ, ამიტომაც ამას არ აქვს მთავრობის ინიციატივის ფორმა, თორემ ექნებოდა და ჩემი მთელი იმედები დამყარებულია სწორედ იმ მამაკაცზე, რომელიც დღეს ტრიბუნასთან დგას და ქალთა უფლებებს იცავს პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ მე ყველა ორგანიზაციას, პირველ რიგში ქალებს, მინდა მოგიწოდოთ, რომ მოუფრთხილდეთ ბატონ თემურს, მხარი დაუჭიროთ მას და ნუ დაგვახასიათებს ის, რაც ადამიანებს გვახასიათებს, როცა რაღაც კარგი ხდება და გვაქვს, იმას ხას არ უსვამთ. ამიტომ დიდი მადლობა ბატონ თემურს, მისთვის ადვილი არ იყო გამოსულიყო მამაკაცთა რიგებიდან ქართული ოცნების და ამ ტრიბუნაზე ასულიყო ამ იდეის მხარდასაჭერად, მაგრამ მან ეს გააკეთა. რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ, რომელ ინიციატივას დაუჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის ამას არ აქვს ამ ეტაპზე მნიშვნელობა, მთავარია იდეა. და დავასრულებ იმით, რაც აქ ითქვა, რომ კონსერვატორებს მართლაც ალბათ არ ეწყინებათ რესპუბლიკელებს, მე ასე ვიცი, რომ არიან პირველი პარტია, ვინც თქვა, რომ კანონამდე უფრო წინ წავალ, კანონის ანამ იკანონებს და წესდებაში შეიტანეს და დადეს პირობა, რომ მომავალი მათისია იქნება ქალებით გაჭედილი, ასე ვთქვათ. და მართლაც პრაქტიკაში აჩვენეს საკრებულოში, ხო, 2 ქალი იყო პირველი. მათ ეს აჩვენეს. ეს კმარა, რომ ყველა დანარჩენმა პარტიამ მიბაძოს, მე მგონი არ კმარა. ალბათ კანონი მაინც საჭიროა, იმიტომ რომ კმაროვდეს ერთი პარტიის მაგალითი, მაშინ ჩვენ საქართველოში არ გვეყოლებოდა მხოლოდ ერთი გამგებელი ქალი. რატომ მყავს ჩვენ საქართველოში მხოლოდ ერთი გამგებელი ქალი? იმიტომ რომ ქალი გამგებელი კანდიდატები არ დაასახელეს პარტიებმა და არა იმიტომ რომ ქალებს გამარჯვების მოტანა არ შეგვიძლია მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში. ამიტომაც მივეხმაროთ პარტიებს, რა თქმა უნდა იქნებიან სანიმუშო პარტიები როგორც თქვენი. კი ბატონო, მე ჩემ აზრს ვამბობ და თქვენი აზრი თქვით, ის რომ თქვენი პარტია არის სანიმუშო ამ ხრივ და უფრო წინწაწეული, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ასეთია. თოვეთ, მე კი მიმაჩნია რომ კანონია ამისთვის საჭირო, იმისთვის რომ პარტიებმა იფიქრონ ქალებზე. თქვენ არ ყოფილხართ ქალი და არ იცით რა არის ეს, როდესაც კაცები დაჯდებიან,
კაცები არ ყოფილვართ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ხანდახან მიწევს კაცივით ქცევა, რომ საკუთარი უფლებები დავიცვა. კაცივით მოქცევა ნიშნავს მაგალითად ჩხუბს, რაც არ არის ქალისთვის კარგი სანახავი, მაგრამ ეს მე ხშირად მიწევს, რომ ასე ვთქვათ, ქალის უფლებები პარტიაში მათ შორის იყოს უკეთესად დაცული. სია ასე დგება, როგორც წესი და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მითხარით, დაждდებიან პარტიაში ბიჭები და წერენ სიას. ქალები უნდათ პლაკატების გამკვრელებად მარტო. ეს ასეა. თქვენს პარტიაში ეს რომ ასე არ არის, მე ეს მომწონს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. და სიები დგება ასე, თუ არა და ჩავხედოთ წინ არჩევნების სიებს. კაცი, მე ვცვათ გახსნათ, თუ ქალიც ხო ყავს და ჩაწერენ ქალებს. ვნახოთ რა ადგილზე არიან პარტიულ სიებში ქალები. არ არიან იმ ადგილებზე, სადაც შეიძლება გამსვლელი იყო. ქალბატონმა ნანამ თქვა წინასხდომაზე და დავესესხები მას, რომ ამ ინიციატივას ჩვენ არც ერთი ქალი ვინც ამ დარბაზში ზის, ჩვენთვის არ უჭერთ მხარს. მე საერთოდ არ მყავს პარტია. მით უმეტეს მე ჩემთვის არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ არის რისკი იმის, რომ რომელიმე პარტიულ სიაზე ვლაპარაკობდი ამ წუთში. არ მყავს პარტია, ამიტომ პარტიულ სიაში ალბათ არ უნდა ვიყო და არ ვიქნები. მე ვსაუბრობ აი იმ გოგონებზე, ვინც აქ სხედან, ვინც სტუდენტები არიან. დღეს საქართველოს პარლამენტის კარი ქალებისთვის არის ჭუჭრუტანის ზომის. და ამ ჭუჭრუტანაში თუ ვერ გაძვერი. ამიტომ გავაღოთ ეს კარი უფრო ფართედ და 23 ქალია თუ 37 ქალია გააჩნია ინიციატივას, შევა მომავალ პარლამენტში. თუ 150-დან ეს ბევრია, მაშინ გითხარით და გვეცოდინება. მე მგონი ეს არ არის ბევრი. ამიტომ მე დღეს ძირითადად იმისთვის მოვედი აქ, რომ თქვენ გითხრათ მადლობა. დიდი მადლობა, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეთ, მხარი დაგვიჭირეთ ყველას, ვინც აქ ვართ შეკრებილები. და კარგი იქნება კიდევ ერთხელ, თუ ყველა პარტია კონსერვატორებს მიბაძავს, მაგრამ ამის ნიშნები არ ჩანს. ამიტომ მოდით, კი ბატონო, ვაიძულოთ დავარქვათ, მე რა. კანონი თუ კარგს აიძულებს ადამიანს, ეს პროგრესის საწინდარი იქნება და დიდი მადლობა ქართულ ოცნებას წინასწარ თუ კი ამ პროექტს კანონად აქცევს. მადლობა. მადლობთ.